პატივისცემა ქალბატონ თეა წულუკიანს და პატივისცემა მიშა ექიმს. პროდაქტიონი რო არის გვერდი, გეცოდინებათ ყველას. უყურე მის გადაცემას და არაფერს არ ამბობს ტყუილს რა. ქართულ ოპოზიციაში დღეს იმდენი განავალია, რომ ეგეთი აზროვნებით ვერსად ვერ წახვალ ჩვილო. ორი წიგნი წაიკითხეთ, რაღაცა ახალი გაიგეთ. ვითარდება ყველაფერი, ხო? არ შეიძლება ესე მოქცევა. პატივისცემა უნდა გქონდეს, ვისც არ უნდა იყოს ყველასი რა. მტერი რო იყოს, იმასაც უნდა სცე რაღაც დონეზე პატივი რა. და ქალბატონი თეა რასაც ამბობს, რომ აღიარეთო, ქვეყანაში მშვიდობა როა ჩვენი დამსახურებაო, კი, ყველა ოპოზიციონერმა უნდა აღიაროს, რომ ომი რო არ არის ჩვენ ქვეყანაში, ეს დიახ ბატონი ბიძინასი და მისი გუნდის დამსახურებაა. და შემდეგ სიუჟეტში იმედზე რო გავიდა, იყო ესეთი რაღაც, რომ ერთ-ერთი ტიპი, ოპოზიციონერი, რაღაცას კაჩაობს მოკლედ რა და თან არის მასწავლებელი სამოქალაქო განათლების. ხო და ეს პოზიციის ტიპი, ვინც არის კიდევ. ეუბნება, რომ ჩემი დაწერილი წიგნით ასწავლიო შენ სკოლაში ბავშვებსო რა. ხო და ის ხმას ვეღარ იღებს ჩუმდება. ოპოზიციონერი მასტი. ხო და ამით იმის თქმა მინდა, რომ მაგალითად ფროიდი ცოცხალი რომ იყოს და ეხა ქართველი ოპოზიციონერი რო გამოვიდეს და ფროიდს უთხრას, რომ ეგ ეგრე კი არ არის კაცო, ისეაო. და ფროიდმა რო უთხრას, რომ ეგ წიგნი ჩემი დაწერილიაო კაცო. მაგრამ ჩვენ იცი როგორ ერათ ვიქეცით? როგორ ერათ ვიქეცით და მაგალითად აი ეგეთ ოპოზიციონერ დემაგოგს რო დაუდგე, ხო? გეტყვის, რომ ბრიტანელი, ინგლისელი ვერ გაიგებს შექსპირს ისე როგორც ქართველი გაიგებსო რა და აი ამ ხელა მარაზმში იხარშება ეს ქართული ოპოზიცია. ამიტომ დემაგოგიას შეეშვით და რეალურზე ილაპარაკეთ. თუ გინდათ, რომ ხალხი გენდოთ და ხალხმა თქვენ აგირჩიოთ. თორე გინება ყველა მიცის. პატარა ბავშვიდან დაწყებული, მოხუცით დამთავრებული. გინებით რომ იცვლებოდეს რამე და ბაყაყების შეშვებით კიდე მერიის შენობაში, მაგაზე მარტივი არაფერი არ არის რა. გამოფხიზლდით, მეტი განათლება მიიღეთ და რაც მთავარია, ურთიერთ პატივისცემას ნუ დაივიწყებთ ერთმანეთისას. აბა თქვენ იცით.